მოკლედ, მეგობრებო, ზარბაზნების მუზეუმი რა გითხრათ რა, ერთ-ერთი შთამბეჭდავი მუზეუმი იყო ჩემთვის, ძალიან მაგარი იარაღით, ძალიან მაგარი ზარბაზნებით, ხმლებით, ხანჯლებით. ახლა მეორე წრეს დავართ რა, უნდა დავბრუნდე მუზეუმში და ხელახლა უნდა გადავიღო ეს ყველაფერი. იმიტომ რომ თქვენ არ დაიჯერეთ, აი გახედეთ სულ ბრძოლები, ეს ხო რასაც ქვია, კერამიკაზეა გაკეთებული, მაგრამ აქ ზარბაზნები არის, გახედეთ სხვადასხვა პერიოდის 1706 მაგალითად. აი ეს ძალიან მაგარი ზარბაზნებია. აი გახედეთ. რა ვთქვა, არ ვიცი. ძალიან შთამბეჭდავი კოლექცია. მართლა შთამბეჭდავი კოლექცია. კი, რა თქმა უნდა, ალბათ სოფლიოში არსებობს უკეთესი მუზეუმებიც, მაგრამ თუ როგორაა გაფორმებული ეს მუზეუმი თავის სტილში, აი გახედეთ კერამიკას, აი უბრალოდ ეს ხო ხელით არის გაკეთებული ყველაფერი და აი მორტირები, გახედეთ აი ეს. გახედეთ აი რამხელა მორტირაა, ამას შეეძლოთ ციხესიმაგრეების დანგრევა და ალყის საალყე მორტირებია. მოკლედ, რა ვთქვა, არ ვიცი, ძალიან შთამბეჭდავია. ძალიან მაგარი მუზეუმია და მეორე წრეს დავართ, იმიტომ რომ ეს მუზეუმი არის რაღაც საოცრება. აი გახედეთ, აი ხრახნები. ხრახნებს ხო ხედავთ? ძალიან შთამბეჭდავია. აი ასე, აი გახედეთ. ეს ასაწევი მექანიზმებით. ეს რომელი 16-17 საუკუნე, აი გახედეთ დელფინები. ეს არის ძალიან მაგარი მუზეუმი. გახედეთ რამხელა ზარბაზანი. წარმოიდგინეთ ეს 5 მეტრაა თითქმის. აი ეს და აი ხა თქვენ აი ამას ახლა ხედავთ და ჩვენ დიდწილად რომ ქართულად ლაპარაკობთ და ქართული თვითცნობიერება შევინარჩუნეთ არის ზარბაზნების დამსახურებაც, იმიტომ რომ ერეკლეს ზარბაზნები რო არ ქონოდა, ჩვენი ცივილიზაცია შეიძლება შეცვლილიყო და ერეკლეს რეფორმებმა განაპირობა ამ ჩვენი ცივილიზაციის გადარჩენა, ანუ ქართულ-კავკასიური ცივილიზაციის და ამაზე ძალიან ცოტა ადამიანი ლაპარაკობს. მოკლედ, ზარბაზნებს დიდი როლი აქვს ქართული კულტურის გადარჩენაში შეტანილი. ამას ახლა მე არ ვლაპარაკობ, ბევრმა იცის. და მოკლედ გახედეთ რამხელა არის თვითონ მუზეუმი, აი გახედეთ. ეს მარტო ნაწილია, შიგნით კიდევ ორჯერ დიდი ზარბაზნებიც არის. მოკლედ დიდი მადლობა ვინც უყურეთ, მომავალ შეხვედრამდე.